ბატონ გიორგისგან და თქვენ კითხოთ ბატონ გიორგი, ჩვენ გვისაუბრე ამ სტუდიაში მე მახსოვს ამ თემებზე კი ბატონო, კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ რა არის ის მთავარი არგუმენტები რის საფუძველზეც მე მომისმენია განცხადებები რომ აი ქართული მიწა და ეს ქვეყნის გაყიდვას ნიშნავს ასეთი განცხადებები იყო სხვა მომხრების მხრიდან, მაგრამ ამის მხრიდან არასერიოზული განცხადებების კონტექსტში ვარ გახსენებული. ის რომ ეს ქართული მიწაა და არ უნდა გაიყიდოს ეს სათქმელი არ არის. დამასრულებინეთ ბატონ გიორგი, ძალიან გთხოვთ. ანუ ამ არგუმენტის გარდა რა მთავარი მიზეზებია ის რის გამოც ფიქრობთ რომ ეს არ ვიცი ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის და ცუდი იქნება. ანუ თუ შეგიძლიათ რომ ეს არგუმენტები დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით მივესალმებით სტუმრებს, მაყურებელს. პირველ რიგში მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომ დღეს დემოკრატიულმა მოძრაობამ მოუწოდა აბსოლუტურად ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, არაპოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეროვნული პლატფორმის იდეოლოგია აქვს და შესაბამისად უყურებს საკითხებს ქართული ეროვნული კონტექსტიდან გამომდინარე და უყურებს იმ მიმართულებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად ჩვენ ვთვლით რომ უნდა დადგეს საკითხი, მიწის საკითხი, სარეფერენდუმო თემა უნდა გახდეს, ამიტომ ჩვენ არა 200,000 ხელმოწერა, რომელიც ამ საქმეს სჭირდება რეფერენდუმზე დასაყენებლად, არამედ მილიონი ხელმოწერა უნდა შევაგროვოთ ყველამ ერთად, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ რეფერენდუმზე გადაწყდეს ის რომ ქართული მიწები არ უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის სპეკულაციები ამ თემაზე, რომ თურმე ეს ჩვენ ახ პოპულისტობთ და ქართული მიწების გაყიდვით სპეკულანტობთ და ასე შემდეგ და საუბრობთ რაღაც ეროვნულ ღირებულებებზე და ეს დასაცინი რო აღარ იყოს, ერთხელ და სამუდამოდ რეფერენდუმის მეშვეობით ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს რომ ის რაც არ ეკუთვნის არც ჩვენ თაობას, არ ეკუთვნოდა არც ჩვენს წინათაობას, არ ეკუთვნოდა არ ეკუთვნის არც მომავალ თაობას, არამედ ეკუთვნის ყველას ერთად, ძველსაც, დღევანდელსაც და მომავალსაც, არ შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა თაობამ გაასხვისოს, გაყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და სამუდამო მფლობელობაში გადასცეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს რას პრობლემებამდე მიგვიყვანს, ანუ აი რა უამრავ პრობლემებამდე. ერთი მარტივი მიზეზი პირველი ის რომ ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც არის მილევადი, რომელიც არ არის გამრავლებადი, რომელიც არ არის განახლებადი, ეს არის მილევადი საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. შესაბამისად მისი გასხვისება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სამუდამო მფლობელობაში გადაცემა თან ამ ყველაფერს დევს ძალიან ბევრი საფრთხე და ძალიან ბევრი საშიშროება. იმიტომ რომ ამ როგორ საფრთხეები? მიწის ის რომ ეს მიწა აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ეს ერთი. ის რომ ამ მიწას ეს მიწა შეიძლება იქნას ისე დაზიანებული, რომ კონტროლის მექანიზმები მასთან მიმართებაში ძალიან ცოტა კონდეს. ქართულმა არ შეიძლება რომ დააზიანოს. არა, რა თქმა უნდა შეიძლება რომ დააზიანოს, მაგრამ ქართველი ამას გააკეთებს გაცილებით ქართველი არ მოჭრის ამ მიწას და არ გაიტანს არსად. ქართველი არ დააზიანებს მას ისე, როგორც შეიძლება ინტერესი არსებობს. მოჭრის და გაიტანს ამ მიწას. ამის დიდი არსებობა არის და ეს არ არის საქილიკო, რო იცოდეთ რა, ეს არის ძალიან სერიოზული პერსპექტივა. ეს არის ძალიან სერიოზული პერსპექტივა და საშიშროება, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე უპირველეს ყოვლისა, რომ ეს არის არა ინვესტიცია ტევადი დარგი. ეს ჩვენ შედეგებს არ მოგვიტანს არც ეკონომიკური თვალსაჩინო. მარტივად რომ თქვა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არის სახნავს ათესი მიწები 1 მილიონი ჰექტარი. ეს 1 მილიონი ჰექტარი არის ის, რაც წარმოადგენს ზოგადად ინტერესს, იგივე ეს იქნება ინდოელი, პაკისტანელი, არაბი, ირანელი თუ აფრიკელი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ინვესტორებისათვის. შესაბამისად, ეს მილიონი ჰექტარი ჩვენ დღევანდელი ფასით საშუალოდ $100 თუ გავყიდეთ სუნთლიანად, მათ შორის აი საქართველოს მოსახლეობას რო აქვს. თქვენ რო ახსენეთ, რომ გლეხს რომ როგორ უჭირს ახლა და კვდება შიმშილი და ერთი სული აქვს როგორ მიყიდოს. ხო, არა და როგორ არა, გასაგებ ხო, მაგრამ ერთი სული აქვს როგორ მიყიდოს ეს ირანელს, როგორ მიყიდოს ეს არაბს და ერთი სული აქვს რომ როგორ გადაუხადოს ვინმე 1 ჰექტარში $100 და ამოისუნთქოს 2 თვით და სამაგიეროდ სამუდამოდ გადასცეს ეს ყველაფერი მე პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობის აზრი ვიცი რომ ეს არ უნდა. ეს ერთი. ეს აბსოლუტური უმრავლესობა ანუ გამოკითხვა ჩაატარეს თუ რა. ამას იცით რა საკმარისი არის ამისათვის რამდენიმე ასეულჯერ ჩახვიდეთ რეგიონებში, რაიონებში, ელაპარაკოთ ამ ადამიანებს და მათი მხრიდან დაყენებით. არა, მე გეტყვით რომ ამ ეს სუნთლიანად ჩვენი 1000 ჰექტარი, მილიონი ჰექტარი რო გავყიდოთ, ეს არის $1 მილიარდი. ყველაზე კარგ შემთხვევაში. ხო, გაყიდვის თანხა ხომ არ შემოვა ჩვენ საუბრობთ დამუშავებაზე, მოყვანაზე, დამუშავება, მოყვანა, გასაგებია, მაგრამ დამუშავება, მოყვანა და სოფლის მეურნეობის სტრატეგია და სწორად წარმართვა, ეს ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა. და ამაში ძალიან სერიოზული როლი უნდა შეასრულოს ქვეყანამ, ისე როგორც ყველა ევროპულ სახელმწიფოში განახორციელა ეს თავის დროზე სახელმწიფო. აქამდე მივალთ, აი რა სურათის დახატა ბატონმა თემურმა, რომ მონებად ვიქნებით ბოლოს თუ იცით კი ერთო არა თუ იმ საფრთხეებზე და საუბარი რა შეიძლება მოყვეს იმას რომ
საქართველოში ქართული თამარ, მიწა ყველა აღარ ხმის შეიძლება ვილაპარაკეთ. ეკუთვნოდეს ქართველს, ეხლა მაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის და ყველა კარგად ხვდება რა დონის საფრთხეებზეა საუბარი და ამის უტრირება არ არის საჭირო. უბრალოდ მე რახან მეგონი ბოლოს იყო ახო ამ დღეს სამ შემთხვევაში მინდა გამოვიყერო მაშინ ეს ერთი წუთი და ყველას მივმართო ძალიან კონკრეტული თხოვნით ძალიან სერიოზულად ვიაქტიუროთ იმასთან დაკავშირებით რომ მართლა შევაგროვოთ არა 200,000 ხელმოწერა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო, მოგადიეთ, რეფერენდუმზე ამ საკითხის დასაყენებლად, არამედ შევაგროვოთ 1 მილიონი ხელმოწერა სულ მცირე. სულ რაღაც 4 თვეში. ამიტომ გთხოვთ ყველა ძალიან სერიოზულ აქტიურობას, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ჩვენი საკითხია. ვერავინ ჩვენს მაგნად ამას ვერ გააკეთებს და არავითარი უფლება არც ერთ თაობას ამ ღირებულების გასხვისებისა არ აქვს. ამიტომ ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ის, რომ ძალიან კონკრეტული მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენ შემდგომ თაობებს, რომ მათაც ესე გააკეთონ და მათაც დაიწვან ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ამ ქვეყნისა. როგორც ენა და სარწმუნოებაა დასაცავი, ასევეა მამული და მამული არის სწორედ მიწა. სხვა არანაირი ასე ვთქვათ მატერიალური გამოვლინება მამულს არ აქვს. ამიტომაც ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ და ეს საკითხი მოვაგვაროთ განსაკუთრებული მასშტაბურობით, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში არავის აღარ გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, როგორმე ლიბერალურად მიუდგეთ, გავყიდოთ ის მიწა, რომელსაც თუნდაც ჩიჩქნით და მოდით ეხლა სხვა არაბებმა და ინდოელებმა ჩიჩქნონ მერე და ჩვენ კიდე დაქირავებულ მუშებად ვიმუშაოთ იქ. ან ამერიკელებმა და შვეიცარიელებმა. თუნდაც ამერიკელებმა და შვეიცარიელებმა, რომელსაც ამის ინტერესი არ აქვს. მადლობა გიორგი.